ლევან ბერძენაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი უნდა ჩაგვერთოს ახლა პირდაპირ ეთერში. მანამდე კი ერთ ინფორმაციას გაგახსენებთ, ვინც არ იცით. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე პარტია ძლიერი საქართველოს ლელოს დეპუტატმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვასა და მერიის რეორგანიზაციის პრობლემებზე დასვა შეკითხვა, რასაც უკმაყოფილება მოყვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რაგბის კლუბისთვის თელავში დამატებითი 300,000 ლარის გამოყოფის საკითხი და აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან მსგავსი მოცულობის თანხების გამოყოფა მკაფიო დასაბუთებას საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი კვლავ შესასრულებელია. და აი შედეგი არის დღევანდელი დღე, როცა ჩვენ ვხედავთ თელავში სტიქიას ღვარცობს, რომელსაც როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელი შეუწყო ჩინოვნიკთა უპასუხისმგებლობამ და უკანონო მშენებლობებმა, მათ შორის მდინარე თელავის ხევის კალაპოტშიც კი. ბატონ ლევან, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. რა ხდება თქვენს ირგვლივ, რა ხდება თელავში, რა შეგიძლიათ თქვათ, რამდენად იყო შესაძლებელი ამ სტიქიური მასშტაბის თავიდან აცილება? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბის სტიქიაა. უხელღამით მოსულმა უხმანალეთმა გამოიწვია თელავის ხევის ადიდება, რომელმაც დატვორა კავკასიონის და ალაზნის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, აფთიაქები, კომერციული ობიექტები, დააზიანა ინფრასტრუქტურული. ეს ყველაფერი ვიცით, ბატონ ლევან, მოვყევით, აი თქვენ გითხარით, თქვენ როგორც მუნიციპალიტეტის საქმიანობის კარგად მცოდნე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, თელავერი და დეპუტატი, რომელიც აპროტესტებდით რაგბის კლუბისთვის 300,000 ლარის გამოყოფას, როცა თელავში ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო იყო დასამთავრებელი. რომ გეგმაზომიერად შესრულებული იყო ყველა სამუშაო, ამ ტიპის სტიქიის აცილება იყო თუ არა შესაძლებელი თავი? ზუსტად ამ მიზნით ვაპროტესტებდი 2015 წლის მერე თელავის ხევის სათავე არ გაწმენდილა. არის არსებული 3 დამბა, რომელიც ნახევარი საუკუნის უკან არის აშენებული, არის ამორტიზებული, არის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ნატანი, საჭიროა მისი გაწმენდა, თუმცა ეს არ ხდებოდა. ზუსტად ამაზე უმოქმედებამ გამოიწვია ის შედეგი, რაც ახლა ვხედავთ ჩვენ. დამბამ არ დაიჭირა ნატანი, გამოატარა უფინალექი, პლუს კალაპოტში იყო უამრავი ნარჩენი, ჩამოიტანა ვიტრობში. რატომ არ იყო გაწმენდილი, ბატონ ლევან? რატომ არ იყო გაწმენდილი და იყო თუ არა ამაზე მათ შორის საკრებულოს ხდომებზე საუბარი, რომ ეს ღვარცობული მდინარეა და დამბა უნდა იყოს გაწმენდილი პერიოდულად? საკრებულოს ხდომაზე ეს საკითხი დაისვა, მე შევახსენე ჩემ ოპონენტებს, რომ საჭირო იყო დამატებით რესურსის გამოყოფა იმის საუბარზე, რომ დატანით იყო ამოვსებული კალაპოტი და საჭირო იყო დაუყოვნებლივ მისი გაწმენდა, თუმცა მომიგეს, რომ 2015 წელს ისე გაიწმინდა, რომ არ საჭიროებდა კალაპოტი ამ ეტაპზე ამ ხარჯის, ანუ ამ სამუშაოების განხორციელება. თუმცა ხედავთ ჩვენ თვალით, რაც მოხდა. გარდა თელავის ხევისა, თუხერთ ადიდამ, მდინარე კისის ხევი, მდინარე თურდოს ხევი და კიდევ რამდენიმე მდინარე, რომელმაც დატვორა მოსახლეობის სავარგულები, დაზიანებულია ვენახები. ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ ზუსტად რა ზიანია, თუმცა ეს ზიანი რომ სახეზია და სოციალურ ქსელში ვრცელდება ეს ინფორმაცია, საჭიროებს ყურადღებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან მოსახლეობა ფაქტიურად ისეა მიტოვებული და მოსავალი გაუნადგურდა ფაქტიურად საჭიროა სახელმწიფოსგან დახმარება. ეს ინფორმაცია მაქვს. ხო, ზიანის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მაქვს.
გასაგებია, იმედია დღის ბოლომდე დაზუსტდება ზარალი და ეს ინფორმაციაც, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი და რა ვიცი, ღვინის კულტურის მდიდარი სოფლები არის დატბორილი, ყურდღელაური, კისისხევი, წინანდალი, კონდოლი, ბეღელია ეს სოფლები მთელი კახეთის და თქვენ როგორც ამბობთ, სავარგულები და ვენახები პრაქტიკულად განადგურებული არის. თქვენი აზრით, ადგილობრივ ბიუჯეტში, თქვენი აზრით კი არა, რა ინფორმაცია შეგიძლია გითხრათ, ადგილობრივ ბიუჯეტში იყო თუ არა გათვალისწინებული ნაპირ სამაგრის სამუშაოები, დამბის გაწმენდითი სამუშაოები და მდინარეში არსებული კალაპოტში არსებული მშენებლობების შესახებ გითხარით. ან ეს ხომ აქსიომაა უკვე ამ ქვეყანაში, რომ მით უმეტეს ზღვარცოფული მდინარეების კალაპოტში მშენებლობები არ შეიძლება. ამ მშენებლობებმა შეუშალა თუ არა ხელი, თქვათ, გუშინ სტიქიის მოვლენის ამ მასშტაბის უბრალოდ შეუწყო თუ არა ხელი ამ მასშტაბით განვითარებას მშენებლობები. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილი იყო ამისი გარკვეული თანხა, მიზერული თანხა, თუმცა უშუალოდ თელავის ხევზე არ ყოფილა გამოყენებული, ვათის სოფელ ვათის ხევი იყო ჩასმული ამ მიმართულებით, თელავის ხევის საერთოდ შენებაც არ იყო. ფაქტია, რომ დაუყოვნებლივ მიხედვით საჭიროებს პრობლემა და უარესი შედეგი შეიძლება მივიღოთ ხვალ. ბატონო ლევან, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა არის ყველაფერი? რომელი უწყების, ვინ არ შეასრულა ამაზე დაკისრებული მოვალეობა, ვის უმოქმედობას მიიჩნევთ სტიქიის მასშტაბის გაზრდის მთავარ მიზეზად? რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, რომ მერია უშუალოდ პასუხისმგებელი, მის ინიციატივით უნდა განხორციელდეს ყველა სახის სამუშაო. ფაქტია, რომ ეს მიყურადებული იყო ეს ფაქტი, ამ პრობლემის შესახებ იცოდნენ. თუმცა ფაქტს ხედავთ, რომ რეაგირება არ მომხდარა, როგორც უკვე გითხარით, 2015 წლის მერე თელავის ხევის სათავე ნაგებობა არ გაწმენდილა და მივიღეთ ეს სამწუხარო შედეგი. ბატონო ლევან, თუ ფლობთ ინფორმაციას ხეობის ზედა წელში რა ხდება? ანუ ეს ღვარცოფი, ეს მასშტაბი რამ გამოიწვია? ხომ არ იყო ხე-ტყის უკანონო ჭრა, ნაგვის დაგროვება, ღვარცოფი რამ დააგროვა, თუ შეგიძლიათ თქვენ? გონია, რომ ეს უფრო უფინალეთის გამოა გამოწვეული და კალაპოტში არსებული ზედმეტი ნატანის გამოა გამოწვეული, სხვა სახის ინფორმაცია კონკრეტულად ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებით არ მაქვს. ხო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა